გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. ემირატებში ვიმყოფებით ახლა. ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ამ ყველაფერთან დაკავშირებით გეტყვით თუ რატო იყო მნიშვნელოვანი, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რას მოეწერა ხელი და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე გეტყვით. პრემიერ-მინისტრიც ჩვენთან ერთად არის. Tornike, Evan. ირაკლი, რო უთხრათ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამ ვიზიტთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პრეზიდენტთან, გაიმართა ასევე მნიშვნელოვანი ხელმოწერა და ამასთან დაკავშირებით რო უთხრათ საზოგადოებას. ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო, ალბათ დამეთანხმებით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანების საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა პროგრესის კუთხით, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, სერიოზული სარგებლის მომტანა შეუძლია. საქართველოსთვის ჰქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის მესამადებულება პრეზიდენტთან, ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას, შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიაში. ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია მსოფლიოში. ემარ ჯგუფი არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, თავისი რესურსებით და ჩვენთვის ამაყვა ის, რომ დღეს ეს შეთანხმება გაფორმდა, ბუნებრივია და რა თქმა უნდა, ველოდებით ამ პროექტის განხორციელების დაწყებას და ძალიან მალე უკვე პროექტის განხორციელებაც დაიწყება, თავისი ეფექტიანობით არის ცნობილი ეს კომპანია და შესაბამისად არწმუნებული ვართ, რომ გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი და ეს ხელშეუწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, თბილისის განვითარებას, აჭარის განვითარებას, ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ყველა თვალსაზრისით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ჩვენთვის. მეც რა თქმა უნდა უერთდები ამ სიხარულს, ჯერ ერთი როგორც საქართველოს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე და როგორც დედაქალაქის მერი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიციები განხორციელდება, როგორც აღნიშნეთ, სამუშაო ადგილები შეიქმნება, ყველანაირი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით პირდაპირ უცხოური ინვესტიცია და ძალიან მაგარია. ამ ხელშეკრულების გაფორმებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლევან დავითაშვილს, ვიცე-პრემიერს და ლევან, რო გითხრა, აბა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კომპანიის შემოსვლა. არ ვიცი, მე მგონი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის საინვესტიციო პროექტები საქართველოში, რა ვიცი, მე მგონი არ განხორციელებულა რა ერთი კომპანიის მხრიდან. დიდი მადლობა, კახი, მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენ მაყურებელს, მართალია დაგეთანხმები, რომ ასეთი მასშტაბის საინვესტიციო შეთანხმება ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა, იმიტომ რომ საუბარია 6 მილიარდ დოლარიან ინვესტიციებზე, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში უნდა განხორციელდეს, როგორც ვიცით, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ჩვენი ზოგადად ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, ზოგადადაც პირდაპირ უცხოურ მნიშვნელობას ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ თვითონ ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის ტრანსფორმაციისთვის და ამ შემთხვევაში როგორც აღნიშნე ემარ ჯგუფი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი დეველოპერი, მას აქვს ისეთი პროექტები განხორციელებული, როგორც არის იგივე ბურჯ ხალიფა, მსოფლიოსთვის ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობი და წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანაში ასეთივე ლენდმარკები შეიქმნება. დუბაიში ყველა საუკეთესო შენობა ნაგებობა, რომელიც არის პროექტის სახით განხორციელებული, ემარ ჯგუფის გაკეთებულია. და ამ კომპანიის შემოსვლა საქართველოში მთლიანად real estate-ის ბაზარს ხარისხობრივად შეცვლის, თვისობრივად, სხვა დონეზე გადაიყვანს და ინტერესს ქვეყნის მიმართ შეცვლის არა მხოლოდ რეგიონის ინვესტორებისთვის, არამედ მე ვფიქრობ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, კლიენტებისთვის და ასე შემდეგ. ზოგადად ორი სიტყვითაც ვიტყვი, რომ ემირატებთან ჩვენი ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდებოდა, ჩვენ თავისუფალი ეკონომიკური შეთანხმება გავაკეთეთ და საქართველოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც COVID-ის შემდეგ ესეთი ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია ემირატებთან და დაიგეგმა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, რომელსაც თვითონ
ემირატების პრეზიდენტი შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედი უჭერს მხარს და მისი ალბათ რაღაც მონაწილეობაც არის ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში და ვფიქრობ, რომ ამით არ შემოიფარგლება და ჩვენ ემირატებიდან ლევან დღევანდელ შეხვედრაზეც პრეზიდენტმა თვითონ აღნიშნა, რომ გარდა ამ შეთანხმებისა და მემორანდუმისა ძალიან დიდი ინტერესი აქვს თუნდაც ენერგეტიკული მიმართულებით სხვადასხვა სფეროების განვითარებით და ძალიან მაგარია, რომ ეს ურთიერთობები ემირატებთან უკვე სხვა საფეხურზე გადავიდა და დღეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა. და ჩემი მოლოდინია, რომ ემირატების ინვესტიციებს, საემიროებიდან ინვესტიციებს ჩვენ ვიხილავთ ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, დეველოპმენტში, real estate-ში, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებში და ინოვაციებში, მართლაც ეს არის ტექნოლოგიები და ინოვაციები დღეს ანიმუშო სამაგალითო ქვეყანა და ყველა ამ დარგში ჩვენ უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი გვეყოლება, მათ შორის მადლობა წარმატებები. თორნიკეტს რა თქმა უნდა გახარებულია ჩვენსავით, იმიტომ რომ აჭარაშიც ხორციელდება აღნიშნული ინვესტიციები და რა თქმა უნდა ბათუმისთვის და მთლიანად აჭარისთვის, ქვეყნისთვის მთლიანობაში ძალიან მაგარია და თორნიკე შენც რო უთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი როგორც ქვეყნისთვის, ასევე აჭარისთვის და ბათუმისთვის. მეც მინდა მიულოცო თბილისს და აჭარას გონიოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო მასშტაბის გლობალური საინვესტიციო კომპანია MR-ის ჯგუფში შემოვალი შემოდის საქართველოში და ასევე ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება, შეიქმნება 10,000-ობით ახალი სამუშაო ადგილი, ახალი ტექნოლოგიები შემოვა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, იმ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომელმაც უნდა გააძლიეროს ყველა ქართული ოჯახი და კიდევ ერთხელ ულოცავთ ჩვენს ქვეყანას ამ გადაწყვეტილებას. წარმატებები თქვენ ჩვენს ქვეყანას ზოგადად. მართლა ძალიან მაგარია, მეგობრებო, ძალიან მიხარია თქვენს გიზიარეთ ამ სიხარულს და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ეკონომიკა წინწავა, იქნება აღმშენებლობა, გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი, ჩვენი გზა არის ევროპისკენ და საქართველოს ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ. კიდევ ერთხელ მართლაც ძალიან მაგარი ამბავია და მინდოდა უბრალოდ ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის, საზოგადოებისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია MR ჯგუფი შემოდის საქართველოში, თბილისში და აჭარაში განახორციელებს საინვესტიციო პროექტებს, რამოდენიმე მილიარდი დაიხარჯება, ეს ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეს ნიშნავს ქართული კომპანიების ჩართულობას, სხვადასხვა სამშენებლო მიმართულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა გაიზრდება, წინწავა და რა ვიცი, ყველანაირად მაგარია, ყველანაირად ძალიან კარგია და რა ვიცი, ცოტა მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ, გვექნება პრეზენტაცია კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ თავში ვიკავებ და არ გავაჟღერებ, იმიტომ რომ თვითონ კომპანია ჩამოვა საქართველოში და ერთად გავაკეთებთ პრეზენტაციას თუ რა პროექტზეა საუბარი. მშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას, წარმატებები ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ კარგი სიახლეებით და საინტერესო ამბებით შევხვდებით ერთმანეთს. აბა დროებით.